რატი ჩემო ნაზი თქვენ დაგლოცავთ რა დაგლოცავთ და გზას დაგილოცავთ და თქვენს ახლა შექმნილ ბუდეს მინდა რომ გაუმარჯოს ლაშა რატი და ნაზი 9 საათის უკან წავიდნენ ადი დაწექნი მართალია ბოდიში სიტყვა გამიგზავნა როგორც იქნა რა როგორც იქნა წავიდნენ რა ლაშა ზევიდან რა მაგარი საყურებელი იყო იცი რატი ისეთი თრალი იყო ხან თავის ოცე ხუტებოდა ხან განათების ბოცა რომელიც აიყვანა სახში ცოლი თუ ბოზია ეგარიანტი შეფეთია ხო თეკლა რასაკეთ სულად ხო არ ხო კარგად რა არა კარგად ვარ პაატა კარგად მაგრამ რა ვერ გავიგე იცი ეხლა აქ ცხელაც უცივა ანუ აი ვერ მივხვდი ეს ჟაკეტი ჩავიცვა თუ ესე ვიყო ჩაიცი ცივა ჩაიცი თეკლა ხო არა ცხელა ელენე რა სამი გაქვს სალათი რა საკეთებ მაცივარში ხო მე სააბაზანოში რატომ მიდიხარ აბა ჰა ვერ მეწყი მე რომ სააბაზანოში მივდივარ რა კი ხალხო ესე როგორ დათვლი თუ გამაგიჟე როგორ შეიძლება ესე დათვლეს ადამიანი ჰა ნუ განაზოგადე პაატა მე არ ვარ თვალი არა თეკლა არ ხარ საერთოდ არ ხარ თვალი შენ მამაშენს მე დაურეკე ხო იმას რა ქვია მეისრეს თუ რა ქვია იმას რა ნერსე ხო და მე დაურეკე ხო და მე უთხარი ხო გვარი გადავიკეთე და თავადი აღარ ვარ თქო არა მე დავურეკე პაატა მე მაგრამ თვალი არ ვარ ახლა ხო თვალი არის ლაშა გაიგე ლაშა რასიც მე არ ვარ თვალი ლაშაა თვალი მე ვარ თვალი ეგრე თქვა მოდი აბა აზექი ეხლა და სტორხაზე გამოიარე მოდი აბა თუ შეგიძლია გამომარჯვე გონია ეხლა პაატა გამითავისუფლე აჰა მოდი გაიწია პაატა გავიწია მოდი რაღაცა გაიწია წინ მიდგა ხარ აჰა მოდი დაიც მართლა სწორად გამოიგა მოდი დაჯექი მოდი არ ხარ არც ერთი არ ხარ თვალები არ ხარ არც ერთი ორივე ხარ კარგად აი ეგ არის სწორი ვარიანტი აი თეკლა მაგიდის ალაგებაში დამეხმარე რა მაგიდის ეხა ისი რა სიზანელენე მე ავდგები ამ თებშებს ავიღებ ჩავდგავი ნიჟარაში აი ელენე ნახე რა კარგად მოვიფიქრე მიდი და შენავა აი მე რა გჭირთ ხალხო რა დაგიმარტად ესე შევასო გაცოცხლდი ბატონო ფრიდონ ჰა გაცოცხლდი ინდისერია სოფელი ბატონო ფრიდონ ადექი გოდია სოფელი სოფელზე გამახსენდა მოგიყვებით სოფელში მომიწევით ხო როგორ ვიცამოდი მაუ მაგრა დააწვინეს უყოლა დააწვინე წამოდი კარგი ბიჭი ხარ შე კი მე თვითონ დარწმუნებული ხარ მე თვითონ კარგი მიდი კარგი ამდენ ჭურჭელს რა გარეცხავს მე სადგეჩქარება ელენე ხვალ გარეცხე არა თეკო დღეს უნდა გავრეცხო აბა ხვალამდე ესე ხო არ იქნება არა
ხვალ. ავედი მე დავწვევი დავიცინე. დღეს გავეცხო ხო, სერევარია. მოიცე ყარებზეა ვიღაცა მე გავაღებ. მიშველეთ რა. ლაშა დაჯექი რა, აი რას გააგებ, აბა მითხარ, რას გააგებ, აბაში. ხოდა ვერ გავაღე. ხოდა მე გავაღებ. აი სწორი ვარიანტი. რა ხდება, კატა თუ რა არის, რასაც. აი გაიღო. ხო, გაიღო, აბა. აკაჩენა ხა. მე ვარ ბატონო, რამდენი ხან რო გელოდები, თავში არ უნდა მოხიდე, რატო აგვიანებ, ჰა? ამოდი, მისაღებსი გავიდე. აუ, რატი, რაღა დღეს წახვედი რა. იცი დღეს რა ლამაზია, მე მგონი ყველაზე ლამაზია დღეს, ხო? ხო. ხო, რა ვიცი. რა, ანაირად აგიწერო ეხლა. ხო, თუ აგიწერო, თუ აგი რა მნიშვნელობა აქვს, ხო, აბა ანაირად აგიწერო ეხლა, ხო? პრინციპში რაღაცა ეფარება და ნახევარი ჩანს და ნახევარ გოგოს უგინა აღისწერ, ხო? ხო. აუ, ნაზი ეჭვიანებს. ნაზი თუ ეჭვიანებს უნდა წახვიდე, აბა რა უნდა ხნა. კარგი, მიდი. მიდი აბა შენიც, კარგად. აუ, დღეს მართლა რა ლამაზი ხარ, ჰა? ვიმე, რა ლამაზი. აუ, რა ლამაზი თმის ფერი გაქვს, ჰა? ვიმე. რა ვიცი, აბა ხო მაქვს. როგორ ბზინავს? ხო, რაღაც ბაზავს ხმარო, თუ ვინა გასწავლი რომ. გავიხე. თვალისფერი არ ჩანს ეხლა აქედან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თვალები ძალიან ლამაზი გაქვს. თაფლისფერი მაქვს, ბატონო. ვა, ბატონო პროფესორო. ო, რა კარგი აქ რომ ხართ. აქ? ნუ აქ რა, აქ. ხო, საერთოდ რო ხართ, ხო? ხო, რაღაცა მინდოდა თქვენთვის მეკითხა. გისმენთ? რა მაინტერესებს ეხლა ამაზე ძლიერი დურბინი თუ გაქვთ თქვენ? კი, ტელესკოპი მაქვს, მაგრამ ჯერ ვერ გათხოვებ. სამშაბათამდე სტურუებს აქვს წაღებული, მერე კაპანაძე არის და მერე შენ იქნება. წავალ გავალ. ხამთხოვე უგორს ვარ გეტყვი ხა. დილამშვიდობის უშუკაცად ბატონო პროფესორო. აი შენ რომ ნამცხარი გიყვარს ის გამოგიცხე და იმიტომ შეგაწუხე ესე ადრიანად. ხალხა. არი ღია და მორემ გავალ მე. ხო, მეც დამელოდეთ, მეც მოდივარ ბატონო. აი შენ რომ ნამცხარი გიყვარს ის გამოგიცხე და ხო და მომიყევი ახლა რატიზე ყველაფერი. მოდი, გეხოცები, მომიყევი რა, როგორ ჩავიდა, როგორ მოეწონა სახლი, რა თქვა ოჯახმა. ხო, მოგიყვებით რა თქმა უნდა, კარგად ჩავიდა, ოჯახი ძალიან მოეწონა, ოჯახსაც ძალიან მოეწონა და რა ვიცი, აი ესე ყველა. და გეხოცები საჩუქრები მიუტანეს და რა მიუტანეს ყველაფერი მითხარი. არ ვიცი ხალბატონო, რა მიუტანეს, მაგრამ რა თქვენ რა უნდა არჩხოთ რატის, ჰა? მე? ხო. მე რა არიცი? ერთი-ორი თვე დავიცდი მაინც. რატო? რა ვიცი, აბა რო გაშორდნენ მე ყველა ხوار უყიდი საჩუქარს. ხო და დღევანდელი ახალგაზრდები ხო ქორწილი, ერთი დღე, მეორე დღე და მე გაშორდებენ ერთი აქეთ წავა, მეორე იქით. და თქვენაც ახოთ იქით? დამტოვეთ ხალბატონო, დამტოვეთ მარტო. არა, მე და ემზარმა მოვიფიქრეთ. მარტო რომ არისო, ამოვა ხოლმე ჩემი ემზარ და გაგართობს. ხო იცი როგორი ენა. როგორ არ ვიცი. მახო, ძალიან კარგი აზრია, კი. ძალიან მაგარი ბატონო. უყურებ ხოლმე იმ გოგოს? კი. თქვენ საიდან იცით ხალბატონო? რა ვიცი. მე ვერ მითხარით აქამდე დავიტანჯე, მე კიდე მინდოდა რომ გამეჭედა და რა ვიცავლობდი ამდენი ხანი. ბატონო. ეთი მაჩვენეთი ეს კაცები რომ გადაირიეთ რა არის ეს გოგო ამისთან შენახედეთ. ხალბატონო, ხო, მაგრამ გოგოა ეგ და აბა. დედა მართლა რა ლამაზი ყოფილა. ხო, აბა. დედა რა კარგი ხდება ჩემ ბაქარისთვის, მაგრამ ცოდოა სოფლისთვის, მაგრამ სამგრეთ სოფლებს გაუსკდებათ გული, არა, უნდა ჩამოვიყალო ჩემი ბაქარი და გავაცნო ნამდვილად. ხალბატონო, ერთი წუთით მომი, რა ბაქარი ხალბატონო, ჰა, რა ბაქარი. აბა, ბაქარი უნდა ეხლა მაგრას, ჰა? ჯერ ანდა ის სახელი ბექერი, რა არის ბექერი, ჰა? სად ბექერი და სად კიდე პატა. აბა. ბექერი. კარგი რა პატაკა. უი, ჩემი ემზარი ეზოში ყოფილა, ეთყობა საქმეზეა ჩასული. ხო, ეთყობა. ვაიმე. რა ხდება რა? დედა, ემზარ. ისა ხალბატონო, არის ტყუილად ეძახი აქედან. ერთი წუთი დაურეკა. ემზარ.
კიცასახიანი რო ათამაზი ხო შენ წიროზის მაგას დუშაში არ და შაში არ დაუნდო ვიცი ხედა ყველაფერს აი მე წავედი თორე წავედი კარგი ქალბატონო კარგი ხო ეს არის დამიტოვეთ ქალბატონო ეგ დამიტოვეთ ხა ჩემ ბაქარი უნდა ჩამოვიყვანო იქნე სოფლისთვის კარგი მე რა ბაქარი მინდა ეხლა მე ვერ გავიგე საერთოდ რატო ჩამოვყავს ბაქარი როცა პატა აქ არის ჰა თეკლად რა გვიდე ერთად აქ მე და შენ საიდან როგორ რა არ ვიცი ვაშ არაფერი არ ვიცი ათაკი და წადი გახოცები ხო აღგები ვაი მე ვერ ვდგები თეკლად თავი მისხდება ისე ვარ ძალიან ცუდა დავარ შენადექი გეხოცები და შენ წადი ვაი მე არა ვერა თავი მტკივა ვაშა ვაი რა გვინდა ვაშა აი მე თეკლა ძალიან შეშფოთებული სახე გახშენდა იმედი მაქვს იმიტომ ხარ შეშფოთებული რომ არაფერი გახსოვს თუ იმიტომ გაქვს რომ გახსოვს არ მახსოვს ვაშა ვიცი ეხლა ჩემს ოთახში ვართ თუ შენსაში ჩემსაში ესე იგი ვერაფერს ვერ გეტყვი ნუ მიყურებ ვაშა დასავით გიყურებ დედას გეფიცი დასავით კი არა საერთოდ ნუ მიყურებ არ მიყურებ ხო მე თეკლა გამოდის რომ არ თქვა ვაშა არა არ ვიტყვი მაგრამ ხო გამოდის მოიცა ერთი წუთი გავიხსენო მაინე ვაშა გიხოცები არ დაფიქრდი არ იფიქრო რამე არ გაგახსენდეს რა ვიცი თეკლა კიდევ კარგი არაფერი არ მახსოვს თორე რო წარმოვიდგენ რომ ვაშა ხო ბოდიში ხო თეკლა ესა ბოლოს რა გახსოვს შენ ბოლოს მახსოვს გუშინ რომ სამდით და შენ მე მახსოვს გუშინ წინ რომ ჩავედი მაღაზიაში და ლუდი ამოვიტანე აი ვაშა იცი რა კარგი რაღაც მოვიფიქრე რა მოვიფიქრე და შეიძლება ნიკამ რაღაცა იმაიმუნა ხო? კი ნიკამ იმაიმუნა ნიკამ შემოგვიყვანა აქ ორივე რო ჩვენ გვენერვიულა ხო რა მაიმუნია ხო იცი შენ რა ესეთი მაიმუნი მეტი ხო თან ნიკამ ხო კრივზე დაიწყო სიარული ხო და დავაც მოემატა და თავისუფლად შემოგვიყვანა კი აი ეგ ამტკიცებს რომ არც არაფერი არ მომხდა ამტკიცებს ვითომ დავიღუპეთ რამდენი დავლი ეწო ბატა რატისთვის ხომ არ დაგირეკავს როგორ არის რა ვიცი დაურეკე და რა შევიცი შახვედით თქო ხო ნაზი როგორ არის თქო პერაგი დაგჭა თქო რა რომელი ხარო ეგეც მაგრად ყოფილი მაგრად ვაიმე რაც დათო
რაღაცები მელანდება. ჰა? ასე მე სუდათ ვარ ბატონო ფრიდონ, სუდენსი რაც სუდათ ვარ მე. არა, მაგიტომ კი არა რომ ეხა მე დავთვერი ბევრი მომივიდა და რაღაცები მელანდე, მაგიტომ კი არა. ჩემი სუდათ ყოფნის მიზეზი ცოტა სხვანაირია, უფრო აი რომანტიკული. ხო, ისი რატო ბატონო ფრიდონ? ის გოგო რო არის, ხო იცი, ჩემს წინა კორპუსში რო ცხოვრობს. დავიტანში, აღარ შემიძლია ბატონო ფრიდონ, ამდენი ხანია უყურებ ამ დურმიდით, უყურებ და ვერანტო ვერ მივედი, ვერ გავიცანი, ერთხელ ვერ შევხვდი რომ დავუახლოვდე რაღაცა ლაპარაკი დავუწყო, ახლა ურთიერთობა დავიწყო, იმიტომ ისი რა ლამაზი გოგოა ბატონო ფრიდონ. ნუ კარგი, რა გმართი, კარგი. ბატონო ფრიდონ შემოვიდა. კარგი, რა მოგივიდა? შემოვიდა. ვინ შემოვიდა? დურბინდი. დურბინდი ბატონო ფრიდონ, წინა კორპუსი რა მოგივიდა? ულამაზესი რა გჭირს, ჰა? მართლა ძალიან ლამაზი გოგოა. ქალღმერთი. აბა თვითონ მშვენიერება რომ ბატონო ფრიდონ, ერთი არ მინდა ლექსები არ მინდა გააფუჭე სიტუაციას დამიჯერე. რა სექტერებულ ხარ, მიდი დაელაპარაკე. მივა ლაპარაკი. საუთა მიდი. ლაპარაკი. აი, რა შემიძლია ბატონო ფრიდონ, ესე უცბად როგორ აბანანაირად. მიდი დაელაპარაკე, მიდი. ვაშკაცი არ ხარ? რას ქვია ვაშკაცი? აბა რა ვარ, ბატონო ფრიდონ. მივა ლაპარაკი და რა თქმა უნდა მივა, რა პრობლემაა ვიქავით. მივა რა პრობლემაა? მივა ლაპარაკი, მუნ იყურებ იზაბები, მივა ლაპარაკი. ხო. ანუ 4 ხო? კი, 4 საკმარისი იქნება. კარგი, მაშინ 4. ხის სამკაციანი შტეტნაც ვექსი მოგვიტანე იქ. ვაიმე ბატონო ფრიდო, რა დამემართა კაცო რა, მუხლება დაიწყო კანკალი ბატონო ფრიდო, ბავში ხო არ ვარ კაცო, რა, აი ბარძონა კიდე ხო კანკალებს, მაგრამ პლატინიას რა დაემართა, ეს ამას რა კანკალებს. რა დამემართა ბატონო ფრიდო, როგორ მინარიული. ვაი, დავიდა. შენ თუ გახსოვს წუხელ ხრინის ხმა გესმოდა ჩემი? აუ არ ვიცი ლაშა არ მახსოვს. ой, ეს რა გასაკვირია, მე ისეთი რაღაც არ მახსოვს. ლაშა, მე მგონი წვიმას აპირებს და თეკლას უთხარი რა სარეცხი ჩამოხსნა, შენი პერანგებია გარეთ. მე მაგას თეკლას ვერ ვეტყვი, ელი. წუხანდელი ღამის მერე რო უთხრა, მიდი ჩემი პერანგები ჩამოხსენი თეკლა მე კი ცოტა ისეჟღეს რა. რა წუხანდელი ღამის მერე? და. ხო, წუხელ ხო დავთვერი მე. ხო და წუხელ რო დავთვერი, ვეუბნებოდი რომ შენ თუ ოდესმე მე ჩემი პერანგები ჩამოგახსნებინო, მე არ ვიყო ლაშა ტორონჯაზე. თუ მაგას ვეუბნებოდი მახსოვს. აუ გუში მართლა რა სისულელებს ლაპარაკობდით არა? მარტო ლაპარაკობდი? კარგი ლაშა რა მოხდა? სულ ჩვენები არ ვიყავით. კარგი, ეხლა რა ჩვენები რა, ეხლა თეკლა არც ისე ახლობელია ჩემთვის, ჩემი დის დაქალია, რომელიც მოდის ხოლმე ჩვენთან სახლში და მოდის რა ფაქტიურად აქ ცხოვრობს კაცო. რა თეკლაო? თეკლა, როგორ ხარ? რა ვიცი, ელენე, თავბრუ მეხვევა. რა, მართლა? ნაბახუსებზე ვარ. ნაბახუსებ? ხო, აბარა. კი. სუდათ ვარ. დღეს საღამოს მიდიების წვიანს გავაკეთებ, გვესიამოვნება. ხო, არა, მე სახლში უნდა წავიდე. აუ თეკლა, კარგი რა, წახვიდე. მაინც ყოველდღე აქ ხარ და არ დაიღალი აქეთ იქით სიარულით?
ხო, რა ვიცი, ერენე, მე თუ ესე გავაგრძელებ, არემ გადმოვალ ალბათ ხო. რა ის არის ახლა ეს რამე დიებისწვიანი, რამე წესიერი გააკეთე. წესიერია ლაშა მიდიებისწვიანი, დიეტურია. თან შენ ძალიან გასუქდი. აბა ეხლა ესეც ვინ შემოგხედავს, რომელი გოგო? ნუ ერენე, ეხლა ესეც ნუ იტყვი რა. ვიღაცა შენ როგორც ამბობ, ვიღაცა შტერი ყოველთვის გამოჩნდება. რა ვიცი რა, ამჭის თათია, რა ვიცი რა. აღარ ამჭის, აბა. მე მგონი პულსი მახაჩქარებული გამისინჯე, მიდი რა გეხოცები რა. კი, აშკარად. აი, მოსვი, სათქმელად. თათია ძალიან გთხოვ, თუ ისნო ფამგუბოს ვინ არის, ყველაფერი მომიყევი საერთოდ, მიდი გეხოცები, ვინ არის მითხარი რა. იციო, ცნობით არ ვიცნობ, ხაჭაპური შეუკვეთა საღამოსთვის. საღამოს კიდე შემოივლის, ხო? ხო, შეუკვეთა და ხო წაიმოს. მომისმენე თათია ეხლა რა უნდა გთხოვო, სამზარეულოში უთხარი შენ, რომ ძალიან მძიმე ხაჭაპურები გამოაცხო, გაიგე, მძიმე ხაჭაპურები რომ ვერ აიტანოს თვითონ და მე დავეხმარო სახში ატანოს, ხო? ხო, აი. არ დაგავიწყეს, კარგი? ხო. აბა, ბატონო ფრიდონ, რომანტიკა, რამე რანდევუ, როგორია? მოვაგვარე ყველაფერი, ხო? ყველაფერი მოვაგვარე, საღამოთი შემოვივლის და აი მani თითქმის, აბა. რა საღამო, აქ არის ხო ვერ დაელაპარაკე? საღამომდე რა მოიცდის? ახლა რა მოიცდის, რა ვიცი ბატონო ფრიდონ რა. მახსოვს, ერთხელ ჩვენთან თეატრში. მამას ეს გოგო გადმოვიდა კასპის თეატრიდან. ისიც ასეთი ლამაზი იყო, როგორც ეს. შენი, ჩემი, ხო. არა. ის უფრო ლამაზი იყო. ცოტათი. рима ბოსტანაძე. კარგი ბატონო ფრიდონ, თუ გამაგიჟეთ ხნა, რა рима, რა ბოსტანაძე, რა შეიძლება ვერ გავიგე, რა рима ბოსტა. როგორ შეიძლება рима ბოსტანაძე ყოფილიყო ამ გოგოზე ლამაზი? ნუ ისო რა, ბაქარიო, შენ კიდე рима, კარგი რა ბატონო ფრიდონ, რა рима კაცო. სად? დაწმარდი. არიცი შენ რიმა არ გინახავს და იმდომ ლაპარაკობ ამდენს. მთელი კვირა მის ანჯელებთან ვაფენებდი. მერე? აღამებდი. მერე? მე ვათენებდი. მერე? აღამებდი. ოდა სანამ გათენდა ბატონო ფრიდო რაო ის რიმამ რა გითხათ მომიყევით რაღაცა, აბა თუ ამბობთ. რიმას არაფერი უთქვამს. არაფერი, მაგრამ მე რა ვიცი თქმარი მოყავდა. იცინე შენ, იცინე. მე გავბედე და მივედი მაინც და შენ კიდევ 15 წლით ახალგაზრდა რომ ვიყო. ბევრი ფული რომ მქონდეს, მაგარი მანქანა, მაგარი სამსახური. პოპულარული რომ ვიყო და არ მცხვენოდეს. მე თვითონ მივიდოდი და დაველაპარაკებოდი. ბატონო ხინონ ბოდიში? არა, მართლა ლამაზი გოგოა, ულამაზესი. რას ქვია? ზეთუ ნახავი. ზეციური. ზე აღმატებული. ზებუნებრივი. ზეზვა. აიმე, გუში როგორ დავწექით არ გახსოვთ? როგორ დავწექით? არ გახსოვთ? არა. არ გახსოვთ ხოჩა. არ გახსოვთ. ვიქარი რა როგორ აიმე დეხოთები მითხარი დავიტანე რაღაცა მიწია რა ერენე, რაღაც ძალიან გასუქდი შენ ამ ბოლო დროს. მართლა თეკო? მითხარი ახლა მართლა გავსუქდი? შეჯერეს მითხარი როგორ გვეძინა გუშინ და მერე გეტყვი. ხო კარგი. ლაშას ჩაეცინა კიბეებზე, მე შენ და ნიკამ შევიყვანეთ ოთახში და ყველას იქ დაგვეძინა. არ გახსოვთ ხო? მოიჭადე შენ და ნიკაც მთელი ღამე იქ იყავით ხო? ხო, დილას რო ავდექით და გამოვედით, მე და ნიკა ცოტა ხანში თქვენც ადექით და გამოვედით. ფაიმე თეკლა! რა კარგია.
ვიფიქრე რა, ეგ როგორი ფიქრე, მართლა როგორი ფიქრე, ეგ როგორი. მე ვიფიქრე, თუ შენ როგორი ფიქრე ვარ. აუ რა, მეც მითხარი. მე იმიტომ ვიფიქრე, რომ შენი ფიქრე პირველად თორე, მე მეორე გქონდა ლაფიქრი და პირველად როგორ ვიფიქრე. მე იმიტომ არაფერი კაცო, არაფერი. შენ როდი ფიქრები, მაგიტომ დავიწყე ფიქრი. შენ როგორი ვიფიქრე? ელენე არ ხარ გასუქებული მომეჩვენა. ხო, მაგრამ ვაშა როგორი ფიქრე მართლა. როგორი ფიქრე კი არა, ჩემი პერანგებია და ჩამოხსენი ხა წიმა დაიწყე. აკა ხარ. როგორ ხარ ბატონო ფრიდან? ხა, გატყობ ძიმეთ. ბატა როგორ ხარ? ბატა, მოდი. ბატა. რაჭის გაცუ ამას? მოდი დაჯექში ეს აზრი არ აქვს. რა? აზრი არ აქვს, არა. მონუსხული. დარი? ის გოგო იყო, ის შემოსული ბარში, აი დურმიდის. ეს როდო ის გოგო იყო დურმი წინაკორ რას ლაპარაკობთ? მე? ო, აი იმის შემდეგ ასესის მონუსხული. ეს მონუსხული საიდან მოიტანეთ ბატონ ფრიდან? მე რა მოვიტანე, მე რა ვიცი მონუსხული. ამათ ხო მონუსხული ვარო და აი. აჰა, ხედა. არა, ისე მონუსხულს კი გავს, კი. რას ლაპარაკობთ? ეს რა არის? ამაზე მძიმე ხაჭაპურები სამიტანია. ხო, მე პაატა ვქია საათაშორის თქვენ რა ქვიათ? პაატა. ой, მონუსხული. არ მესმის. მონუსხული. თუ შეიძლება გამემეორებ არ მესმის. პაატა. ლაშა. რა ლაშა, რაჯიბე, ხო ხედავ რა ოცნებობ არა? მაცადე რა. რას ოცნვა? რას და როგორ გავიცნო ის გოგო? ხოჭა ოცნებაში ვერ გაიცანი? კარგი რა ლაშა, ეგრე მარტივად კი არ არის ყველაფერი. რამე ცოტა ისეთი განსაკუთრებული შემთხვევაა, მან საჭირო ცოტა ისეთი ორიგინალური, ან უჩვეულო ხო ხდები რას ვიძახი? აბა, ორიგინალური. ეს არ ხდება ესე უცბად. მაგალითად პურის რიგში. რა, მე ჩემი მანანა პურის რიგში გავიცანი და რომანტიკული იყო. არა, ეგ თავისთავად ბატონო ფრიდონ ეხლა ეგ თავისთავად ეხლა ეგ რომანტიკული იქნება, ეხლა პულსაც ხო გააჩნია რა? ხო, კი, არა, ეგ ვარიანტიც არის. ხო, მაგრამ ახლა პატას ეთყობა სულ სხვა რამ სჭირდება. უფრო ესე ორიგინალური რომანტიკული. აი მაგალითად პატა. ხო, აბა რა, მომისმინე, აი ბარში შემოდის ის გოგო. ხო, და შენ ისიც ბარში ხარ თორემ და მიზიდებით ერთმანეთისკენ მიდიან და შემთხვევით დაეჯახებიან და ცვივა ფურცლები. ფურცლები და ძირს იფანტება ეს ფურცლი. ხო, და მე ესენი იხრებიან ორივე და ესე კრეფენ ამ ფურცლებს და უცებ აი ეს თვალები ერთმანეთისკენ ესე ამოდის და ისა. ხო, ზერა ხდება ერთმანეთის, რა? არ არის რომანტიკული და ორიგინალური, არ არის ეგ? ისიც ვაშა რა არის ის რაღაცა არის მაგაში რომანტიკული, არ იქნება ცუდი წარმოიდგინე ხა. შემოდის მე გავარ ხელში მიჭირავს ფურცლები, ერთმანეთს. კარგი დაწინა. ბრავო. ბრავო. შენ პერანგზე გამიშტერდა თვალი. იცით, მე თქვენ გიცნობთ? მეც გიცნობ. შენ პაატა, პიტერი, პიტი, გმირი ხო? დავსხდეთ. დათია შამპანური. მე აქე დავჭდები რომ მარჯვენა პროფილზე გიყურო. კი ბატონო. აი თქვენი ლუდი. ეს ვინ არის? ეს ჩემს ოცნებებშიც კი ეშლება, ვინ არის? მე შეიძლება ვიყურებ ხოლმე დურბინით. მართლა? კი. სულ მინდოდა შენი გაცნობა. ჰაიმე. ლამაზი კაიდის გაჩუქებდით. ხო. მაგრამ პრინციპი ჩემი ოცნება არ არის. ულამაზეს თაიგულს ხომ არ შეიდენდით? რა თქმა უნდა, მსუქანო ბიჭო. აი ეს ლამაზი თაიგული თქვენ. პაატა თხილი გინდა? პაატა თხილი გინდა? პაატა. გინდა. ლუდი.
თუ ლუძდალე მარტო პაატა ხილი გინდა პაატა ხილი გინდა პაატა ხილი გინდა ლაშა რა ხილი რა გინდა გამანებეთ თავი კაცო ხალხი არ ხარ გაოცნებობ რაღაცა ჩემთვის შემეშვით რატო გამომიყვანე რა გინდოდა რატო გამომიყვანე რას გეუბნებოდი დაანებე რა თავი დაან რას მიყვებოდი ხო და რას გიყვებოდი ბატონო ფრიდონ და ეს ამ ჩემ ახლობელს ხო კინაღამ დაეწვა სახლით ხო რა გამოიძახეს ეს სახანძრო და უცებ მოვარდა ეს სახლი მოვიდა კი უცებ და გადარჩა რა დაწვას ის სახლი ხო და მაგრამ ერთმა მეხანძრემ ну არ ვიცი რა გააკეთა შევარდა ნახევრად ცეცხლ მოკიდებულ სახლში და არ გამოიყვანა ეს ჩემი ახლობელი და იმისი და რას მელაპარაკე აბა მაგრამ ყველაზე მთავარი რა არის მაგიცი რა არის და ამ ჩემი ახლობლის დას და მეხანძროს ერთმანეთი შეუყვარდა და დღეს არიან ცოლ-ქმარი აბა მოიცა ლაშა რა ვერ გავიგე მეხანძრე რატომ მოეწონა რას ქვია რატომ მოეწონა რა ვიცი ახლა ალბათ თავის საგმირო საქმის გამო რატომ მოეწონებოდა ესე იგი ხანძარი ამან გამოიყვანა იმას გადაარჩინა გმირობა რაღაცა დიდი მადლობა პაატა შენ რო არ ვიცი რა მოხდებოდა კარგი რას ლაპარაკო მე რო არა ეს ხანძარი საერთოდ არ იქნებოდა როგორ შემოხდება შემოვაყრი ალბათ პლატინა გაქვს მუხლში თორე ისე აბა როგორ ხო პაატა რაღაც უნდა გითხრა გისმენ პაატა გისმენ ხო არ ვიცი როგორ დავიწყო ვაიმე გეხოცები ცოტა ჩქარა თორე დამეწვა ზური აღარ შემიძლია პაატა შენ ერთი ხანძრიდან გამომიყვანი და მეორეში შემაგდე სად შენი გულის ხანძარში ამოდი ავიდეთ გავიცალოთ ახაურობას გავიცალოთ მაგრამ მანამდე შემთა შევიღე სახში და შექმნეს გამოვიწყო თორე ფეხები მათ კი აღარ შემიძლია კაცო ბატა ხუთიანის ხურდა რა გა იმოვარის მიგონდიო და სათიან ხურდა არა მაქვს ბატა ვაიმე რა გინდათ ხალხო გამანებეთ თავი რაღაცას ოცნებავ ჩემთვის რა გინდათ კაცო რა დავაშავე რამე გამანებეთ თავი არ შეიძლება რომ შემიყვოთ ისე დავანებოთ რა თავი დავანებოთ რა ხო და რას გიყვებოდი ის ფილმი როგორ არა გაქვს ბატონო ფრიდონ ნანახი ხარ გადამრიოთ რა ომკალი ლაშა და არ მაქვს ნანახი უნდა ნახოთ ბატონო ფრიდონ იმიტომ რომ ტიტანიკი არის ერთ-ერთი სერიოზული ფილმი მართლა ხო ისე რასაც შემეუბნები თუ მართალია ხო? თუ რას ქვია? მართლა მაგარი ყოფილა. რას ლაპარაკობ მაგარი როგორ არ არის? აი ბოლო სცენა არის კიდე განსაკუთრებით ისეთი ხო? აი ჯეკი გადაარჩენს ამ როუს. ხო და თვითონ იღუპება რა ესეთ. აი სიყვარული თუ გინდა ეგ არის რა. აბა არ ვიცი ეს ბოლო ფინალი არის სასწაული კიდე. Икер пить, как срачекас. Пить. Как gauzeli. Იქნებ ვინმე გვიშველ. ხელა ეს ოკეანე. ოკეანე კი არა, დიდი კაცო, ჩემი ფანტაზია დიდი. ჯეკ. პით. ატომტო, ატა. ოი, ძაღაცო. ოი, სამაცადე. რა უნდა დაგტოვო? შენ არის მე გადასმენებული თორე როგორ მიხდება რა? როგორ? ხომ იქნება რა? მეუბნები კაცო ეს ბოცმანის მაგარი ტიპია, მეუბნები კაცო, აისბერგი, მეუბნები აისბერგი, არა? ამან აისბერგი. არა, მოიცადე, მანეული უნდა გავაკეთო, მანორი, აჰა, მანორი. რა მანორი კაცო? შეგაიცოდი აისბერგის ამბავი. რა თქვი აისბერგის ამბავი საიდან უცოდი კაცო? კინომახთან არის. ხო. ისე ეს ტექნოლოგია ჩავიზირო, ხო ისი? არა, არ დამტოვო. მე უშენოდ ვერ ვიცხოვრებ, პაატა. ვაიმე. რა უასროცება კაცო, კვდები რა? კვდები? რა ტიპია ეს მაგარი ტიპია რა? ეს მომენტი მიოცნები ის მაინც დამეხატა. ის ჯეკი რო ხატავს კაცო. იმ გოგოს რა ქვია, ჯეკი რო ხატავს. პაატა ცოტა გაიწიე. დასრულდები. ყალია, პაატა.
ვაიმე, რა გინდათ, რატო მანერიულებ ხალხო, ამ რატო გამოყავ გამანებეთ თავი, რაღაცა ოცნებო ხოხედავთ, გამანებეთ თავი რა. რა მოქივიდა პატა, წყალი დამექცა და ვიფიქრე გავწმენთ რომ არ დასვევდეთქო. კარგი თათი, არ გეჩხუბები ხა, კი არ გეჩხუბები, უბრალოდ ხელა ოკეანებს ვერაფერი ვერ მიქნეს, ეს გუბე რას მიზავს ხა. კარგი რა. შენ დაანებე ყურადღებას მომიაქცევ თათია, იყოს ესე როგორც არის, იყოს გაანებე თათი, გაანებე. მობისმინე, ხაშა, მობისმინე. აი, შემოდგომაზე, ხო? შემოდგომაზე. წყერის სეზონი რომ დაიწყება. ერთი მაგარი ნადირობა ჩემზე იყოს. ნადირობა მართლა მაგარია რა. ხო. რა უცნება მაქვს იცი? აფრიკაში მინა წავიდე ლომებზე სანადიროდ. შენ ველურები როგორ ნადირობენ თუნდაც იცი? ლომები მაგარია. იცი როგორ ნადირობენ? როგორ? და იმას რას ლაპარაკობ? ხედავს? ვაიმე! აი, პატა, რა გქონდა? რა გინდა? ხალხი ახლა გამანებეთ თავი რა ჯერ ეს ოკეანე ომერე ეს ცეცხლი ახლა კიდე ლომსმაში ამჭმები, რომ ჩემი თავი შემეშვით კაცო გამანებეთ თავი. Dar i-am de agamochi, aha. Uite. Ai. Stimadloba? Ვა, მოხდი როუზ. Იცნობთ? როუზ, ჩეკი რა გჭირს როუზ? რა უკაცრო, ის კარგი იყო ეს მოკიდებული სახი და რო გამოგიყვანე, ჰა? About. თუ